ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო შოუ ბიზნესის ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართულ სიახლეებს გავეცნოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. როგორც უკვე იცით, შეიქმნა გადაცემა ტოროლასათვის სიმღერა, რომლის საშუალებითაც ტოროლები ყოველდღიურად თავის ერთგულ მაყურებელს მიესალმებიან. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამჯერად ამ სიმღერაზე კლიპი იქნება, რომლის რეჟისორიც კახა ოთარაშვილია. წერთ hymns, ესე იგი No Angels-ის სიმღერაა გადაკეთებული. ამ სტუდიაში ვიღებთ კლიპს. მიდი კოსტა, მიდი. ესე იგი ტექსტია ესეთი Gareth swims to Caria. მე არ მღერი, მაგრამ უბრალოდ ფონს ვქნი გოგოებს, იმიტომ რომ როგორც ტოროლას ერთ-ერთი წამყვანი მაინც უნდა ვიყო კლიპში, მაგრამ არანაირი ფუნქციური დატვირთვა არ მაქვს ფაქტიურად. ამაღალ ფარდოვანი სიტყვით ლაპარაკობ როგორც ყოველთვის. ჩვენ ვიღებთ კლიპს, ანუ ვიდეოს სიმღერაზე დილა მშვიდობისა, რომელსაც ხვერით მე, თიკო და ლუკა. სიმღერა ალბათ უკვე ინფორმატორით გააშვით და მე მგონი ძალიან უნდა მოეწონოს მძვენელს. სიმღერა თითქმის მზად არის და გამომდინარე იქიდან რასაც ვხედავთ, ჩვენ უკვე რაც გამზადებულია, უკვე ძალიან კარგია და რაც შეეხება კლიპს, ისიც მშვენიერი იქნება სასწაული პირდაპირ, ძალიან ენერგიული, მხიარული და ყველა ვინც ამ სიმღერას მოისმენს დილით, ჩვენთან ერთად ძალიან კარგ ხასიათზე დადგება, ასე რომ ვნახოთ რა გამოვა. –24 მარტიდან კინოთეატრი რუსთაველი ბავშვებს და არა მარტო მათ სთავაზობს კომედიას „ძიძა მამები“, რომელშიც მთავარ როლს ედი მერფი ასრულებს. ამასთან დაკავშირებით რუსთაველში პრეს-კონფერენცია გაიმართა. დრიგითი კომედია, საკმაოდ ნორმალური, კარგი კომედია ედი მერფის შესრულებით. საბავშვო კომედია ბუნებრივია და ესე იგი მისი დადებით ხარეთ შეიძლება არ იქნოს ის, რომ ჩვენ სპეციალურად ვარჩევთ გარკვეულწილად აი ესეთი ტიპის ფილმებს, რომლებიც კარგად ექვემდებარებიან არა მარტო თარგმნას ქართულ ენაზე, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია ადაპტაციას ქართულ რეალობასთან. ანუ რეალურად ის ხუმრობები, ის სიუჟეტი, ის პერსონაჟები რო გახდეს ქართველი ბავშვებისთვის გაცილებით უფრო მისაღებით, სასაცილო და საინტერესო, ამაში უფრო მეტი შრომა იხარჯება მეწმუნეთ, ვიდრე უშუალოდ ფილმის, ასე ვთქვათ, ქართულად გახმოვანებაში. ეს ფილმი ქართულ ენაზეა დუბლირებული და ისევე როგორც წინა ფილმებს, მასაც ცნობილი და პოპულარული ადამიანები ახმოვანებენ. ჩვენ გვაქვს პრემიერა მორიგი ქართული გახმოვანებული ფილმისა, ეს არის კომედია ედი მერფის მონაწილეობით, რომელსაც ჩვენთან ასე ვთქვათ, ხანგრძლივი თანამშრომლობით შედეგად დაკავშირებული კოლექტივი იგივე ტელევიზიის 202-ის ახმოვანებს, მუშაობს მის გახმოვანებაზე, ასევე მუშაობენ ისეთ ცნობილი მსახიობები, როგორც ვთქვათ, ეკაკახიანი ამ შემთხვევაში. და ეს ფილმი გავა დღეიდან და იქნება ამ დარდადეგების განმავლობაში. ჩვენ მუშაობთ ახლა ორი მიმართულებით. ერთი არის აი სწორედ იმ სახით დუბლირება, როგორც ხდება ეს დღეს, ეს რეალურად ხდება ფაქტიურად know-how-ა ჩვენი რეალურად, რომელსაც ფაქტიურად არავინ არ იყენებს ჩვენ გვარდა. ეს არის
ერთადერთი ასე ვთქვათ, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ კუსტარული მეთოდი ფილმის გადათარგმნისა, როდესაც იგი რჩება ციფრულ ფორმატში ჩაწერილი, არ იბეჭდება ფირზე და ამავე დროს სტუდიების მიერ არის ნებადართული. ესეთი რაღაცა პრაქტიკულად, ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი. საქართველოში პირველად გაიხსნა ინტერნეტ ფოტოკონკურსი ფოტოგაზაფხული 2004. კონკურსში დაშვებულ ფოტოებს მიენიჭება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. განთავსდება ვირტუალურ გალერეაში და მათ შეაფასებს როგორც კომპეტენტური ჟიური, ასევე ყველა მსურველი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რა თქმა უნდა ინტერნეტის საშუალებით. არის მარტო შეზღუდვები გარკვეული, რომელი ტიპის ნამუშევარი არ შეიძლება იყოს მიღებული. სხვა ყველა ნამუშევარი განთავსდება საიტზე და მე იქნება შეფასებული. შეაფასებს როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი 5-ბალიანი სისტემით, ასევე აფასებს ჟურის წევრები. არის 3 კატეგორია, არის მხატვრულობა, ორიგინალობა და ტექნიკა 10-ბალიანი სისტემით. და აქედან უკვე გამოვლინდება 50 გამარჯვებული. არ უნდა იყოს დავჩაგროთ, არ უნდა იყოს ვიძალადოთ, არ უნდა იყოს პორნოგრაფიული ელემენტების შემცველი ყველა ქვეყანაში, რაც ესთეტიკური ღირებულებები უნდა დავიცვათ. რაც არის ყველა ქვეყანაში, ეს პრინციპია დაცული აქაც. ძალიან კარგი პირობებია სხვათა შორის, მაქსიმალურად გამჭვირვალე კონკურსია. გალერეა უნივერსში ჯარჯი ბალანჩივაძის გამოფენა გაიხსნა. ბატონი ჯარჯი მუსიკოსია, კომპოზიტორი, მაგრამ როგორც თვითონ ბრძანებს, არ შეიძლება რომ ვიღაცაც თუ მუსიკა უყუროს, რა არ უყვარდეს როგორიცაც ფერები, და მუსიკაშიც ფერები არსებობს. მეგობრები უფრო მყავს აი მხატვრების ესე იგი წრეში უფრო მეტი ვიდრე მუსიკოსები. ცნობისათვის ჯარჯი ბალანჩივაძე ჯორჯ ბალანჩინის ძმისშვილი და ანდრია ბალანჩივაძის ვაჟიშვილია. ასე რომ ნიჭი არ იკარგება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.